როდისმე გქონიათ შეგრძნება თითქოს თქვენ ზურგს უკან ვიღაც დგას. არა უბრალოდ ყოფნა, არამედ მძიმე ჰაერის მხრებზე დაწოლა. იმ საღამოს ოფიცრებმა მილერმა და როსმა გაიგეს, რომ ამ შეგრძნებას სახელი აქვს. ბინა 44 მათ ისეთი ყრუსი ჩუმით დახვდა, რომელიც თითქოს ყურის აპკებს აწვებოდა. ჰაერში იდგა მძიმე მეტალის სუნი, იმდენად მძაფრი, რომ კედლებზე სისხლით დაწერილი სიტყვები თითქოს მათ თვალწინ სუნთქავდა. მხოლოდ შედედებული სისხლით დაწერილი სიტყვები. უკან არ შეტრიალდე, ეს თხოვნა არ იყო. ეს იყო გადარჩენის ინსტრუქცია, დაწერილი იმ ადამიანის მიერ, რომელმაც უკვე წააგო. ართურ გლეინი ბუღალტერი იყო, ჩუმი, თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ჩრდილის ეშინოდა. 3 დღის წინ მან 9.1-ზე დარეკა. გლეინი გაუჩერებლად იმეორებდა მხოლოდ ერთ ფრაზას. ის ჩემს უკან დგას. დანიშნულების ადგილზე პოლიციას მხოლოდ ცარიელი ბინა დახვდათ. სამზარეულოს მაგიდაზე იდო გადაშლილი ბიბლია. გაყვითლებული ფურცლები დანით იყო დაჭრილი და სისხლით იყო მოთხრილი. მათ ჯერ არ იცოდნენ, ართური არსად წასულა. ის ამ ოთახის ნაწილი გახდა. ახალგაზრდა თავდაჯერებულმა როსმა იფიქრა, რომ ეს მანიაკის სამალავი იყო. მან დერეფნის ბნელ კუთხეს ფანარი მიანათა, ამ დროს რეალობამ ბზარი გაუშვა. მისმა ჩრდილმა კედელზე საკუთარი ცხოვრება დაიწყო. როსი გაშეშებული იდგა, სანამ მისმა ჩრდილმა ყელზე ხელები მოიკიდა. მილერი უყვიროდა, რომ გაშეშებულიყო, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი ყველაზე საშიში ხაფანგია. როსი შემოტრიალდა, მოპირდაპირე კედელზე მან ისევ ის ჩრდილი დაინახა, მაგრამ ამჯერად ის კედლის სიბრტყიდან გამოვიდა და ადამიანის მსგავსი ფორმა მიიღო. მისი სახე კი სისხლით იყო დაფარული, გაისმა სველი, ძლიერი გასკდომის ხმა. და იმ წამსვე კედლის ნაწილი სისხლით დაიფარა. როსი გაქრა. მაშინ მილერი მიხვდა, ამ არსებას ყველა თავისებურად ხედავს. მილერი მარტო დარჩა. კედლებზე მოხვედრილმა ჩრდილებმა ჩურჩული დაიწყეს. მან იცოდა, თავს თუ ოდნავ მაინც მოაბრუნებდა, შემდეგი იქნებოდა. ამიტომ უყურებდა მხოლოდ წინ. ეს არსება ელვისის სწრაფით ჩაურბენდა აქეთ-იქეთ. მაგრამ მილერი მშვიდად იდგა. მან უბრალოდ იცოდა. ეს იყოარეკლილი. არსება, რომელიც ცხოვრობს ბრმა წერტილში. იმ ადგილას, სადაც ადამიანი ვერასდროს დაინახავს.არეკლილი არის მატერიალური დანაშაულის გრძნობა და ცნობის მოყვარეობა. ის იკვებება იმ მომენტით, როდესაც ადამიანი ვერ უძლებს და უკან იხედება. ლეგენდების თანახმად ეს იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ისე ეშინოდა საკუთარი ცოდვების, რომ თითქოს თავი შიგნით გადმოიტრიალა და საკუთარი ზურგის უკან დაიმალა. ის ყველას მიყვება, ახლაც კი, ამ წამს, როცა ჩემ ხმას ისმენთ. ის თქვენს უკან რამდენიმე სანტიმეტრში დგას და ერთადერთი რაც მას აკავებს არის ის, რომ უკან არ ტრიალდებით. ჰაერი გაცივდა, მილერს ხმები ესმოდა და საყვარელი ხალხის სახეებს ხედავდა. პირიდან გაუჩერებლად ორთქლი მოსდიოდა. მაგრამ ის გამოფხიზლდა. ეს ყველაფერი ილუზია იყო.არეკლილი ცდილობდა, რომ ის შემოტრიალებულიყო, მაგრამ მილერი არ მოტყუდა. ჩვეულებრივი გამოსავალი არ არსებობდა. მზკარი მის ზურგს უკან იყო. შემოტრიალება ნიშნავდა სიკვდილს. ამიტომ მას ერთადერთი გზა ჰქონდა. მან დაიწყო უკუსვლით სიარული. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ის გრძნობდა, როგორ მიყვებოდა ჩრდილი უკან. ყველა ანარეკლში ხედავდა მას და ყოველჯერზე ახალი სახეები ჰქონდა. მისი მსხვერპლის სახეები. დერეფანში ბენზინის კანისტრას წააწყდა, რომელიც გლეინმა მოამზადა, მაგრამ გამოყენება ვერ მოასწრო. მილერმა იცოდა, რომ ჩრდილის სიბნელის ნაწილია. სიბნელის დამარცხება კი მხოლოდ სინათლითაა შესაძლებელი. მან ბენზინი იატაკზე დაასხა. ზურგს უკან ხმა ესმოდა, ღრიალისა და ტირილის მსგავსი. არსება იზრდებოდა, მთელ სივრცეს ავსებდა. მაგრამ მილერი ისევ მშვიდად იყო, რადგან იცოდა, რომ ესარეკვლილის ბოლო მცდელობა იყო. აკანკალებული ხელით სანთებელა აანთო. მთელი სამყარო ერთი წამით გათეთრდა. აფეთქება მილერი გარეთ გაისროლა. მას ეგონა, რომ უსასრულოდ მიფრინავდა. ის გადარჩა. მანქანამდე ძლივს მიაღწია. და როცა სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავი დაინახა.
მაგრამ მისი სახე პირის თვალების გარეშე. ნამდვილი მილერი კი ამ არსების თვალიდან უყურებდა სამყაროს. არეკლილი საბოლოოდ გაცოცხლდა. და ახლა ეს თქვენ ხართ.